დილა მშვიდობის დაიწყო ახალი სამუშაო კვირა და გადაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში მე ლელა ბაღდავაძე ვარ. დღევანდელ გადაცემას კი ლევან ხაბეიშვილი გახსნის. ნახევარი წელი მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ევროკავშირთან ურთიერთობების დაპაუზების გაწყვეტილება მიიღო, ამის საწინააღმდეგოდ კი ქვეყანაში პროტესტი დაიწყო. სუსტდება თუ ვერ სუსტდება ქართული ოცნება მიმდინარე პოლიტიკური პერიპეტიების შეფასებას დავიწყებს ზუსტად 60 წამში, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. ინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის უფლებადამცველები დღეს გენერალურ პროკურატურას სპეციალური განცხადებით მიმართავენ. მათი თქმით, ბაჩიაშვილის მხრიდან საჯაროდ გაკეთებული განცხადება, რომ ის ძალის გამოყენებით თვალებახვეურე გადმოაფრენეს თვითმფრინავის მეშვეობით თბილისში და რომ სინამდვილეში წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებულ ეგრეთ წოდებულ მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ არ იმყოფებოდა, ახალი გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდნენ. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტებმა დასავლეთ საქართველოს რეგიონებსა და აჭარაში ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეხვედრები გამართეს. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მავნებლის გავრცელების მონიტორინგის შედეგებს გაეცნენ და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე იმშელეს. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი. ჩვენთან ერთად გამარჯობა ბატონ ლევან და მადლობა სტუმარს. სალამი, დილა მშვიდობის. ბატონ ლევან, კარგი ხანი არ ყოფილიყავთ ჩემი სტუმარი, ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა, ამიტომ მოდით ქვეყანაში შექმნილი სურათის ზოგადი შეფასებით დავიწყოთ. ნახევარ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ევროკავშირთან ურთიერთობების დაპაუზების გაწყვეტილება მიიღო, პროტესტის ფონზე გავიარეთ ზამთარი, გავიარეთ გაზაფხული და უკვე ზაფხულიც დაიწყო. კი ბატონო, ქართულ ოცნებას ისევ აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, ისევ გრძელდება საპროტესტო გამოსვლები და სანქციებსაც ვხედავთ, თუმცა იგვიანებს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გაწყვეტილება. როგორ ფიქრობთ, რაზე დგას დღეს ქართული ოცნება? ამდენი ყელის ფონზე რა ასე ვთქვათ, აცოცხლებს მართლ პარტიას და მეორე მხრივ რა ჩანს საერთოდ რამდენად იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები? კაფიოდ გამოჩნდა, ასე ვთქვათ, ივანიშვილის რეჟიმის კონტურები. ანუ ისინი არსად არ წავლენ, მანამ სანამ რეჟიმის დამხობას ხალხი თავად არ უზრუნველყოფს. ჩვენ აღარ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი რაღაც რაციონალურ რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ, სახელმწიფოებრივად იაზროვნებენ, რაღაცა შეაშინებთ, რაღაცას ანგარიშს გაუწევენ, ასე არ იქნება. ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ფულის და კეთილდღეობის გარდა არ აინტერესებს არაფერი. ერთადერთი რაზეც ის ჯავრობს და ნერვიულობს, არის ის სანქციები, რომელიც მას აქვს, ხო, მის ფინანსები, რომელიც დაკარგა და ამერიკის ელჩისადმი რაღაცა წერილი რო გამოაქვეყნა, ეხლა მხოლოდ საკუთარ ფინანსებზე საუბრობს და საკუთარ ფულზე საუბრობს. ამიტომ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი ჭეშმარიტება. ჩემთვის შეიძლება 2012 წელს, 2013 წელს, როცა რუსეთის სპეცსამსახურის, ასე ვთქვათ, აგენტები გამოუშვეს პოლიტპატიმრის სტატუსით, ხო, ვახაგან ჩახალიანი და შკრელნიკოვი და ასეთი ხალხი, ჩემთვის გასაგები იყო 2013 წელსაც, როგორ რეჟიმთან ჰქონდა საქმე. თუმცა ის რომ საზოგადოებრივი აზრი მომწიფებული იყო, სამწუხაროდ ძალიან ბევრი წელი დაგჭირდა. არათუ საზოგადოებრივი აზრი, არამედ დასავლეთშიც მაგალითად 2020 წელსაც გაყარდა არჩევნები ამ ქვეყანაში, მაგრამ დასავლეთი ჩვენ გვეუბნებოდა, რომ თქვენ შედით ახლა პარლამენტში. იმას კი არ ამბობდა, რომ მან არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, მაგრამ 2020 წელს განსხვავებული რეალობა დადგა. რეალობა არის შემდეგი, ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას არ აღიარებს არავინ ცივილიზებულ სამყაროში, საზოგადოებრივი აზრი არის მომწიფებული და ყველამ კარგად გაიგო, როგორ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, ამიტომ ჩემი აზრით ახლა ერთადერთი გამოსავალია საქართველოს ივანიშვილის გარეშე და ივანიშვილის რეჟიმის დამხობა. ეს სიტყვათა თანწყობა შეიძლება ვიღაცას აშინებდეს, რომ აი დამხობა რას ნიშნავს. ზუსტად ამაზე მინდა ჩაგეკითხოთ. კი ბატონო, ამბობთ, რომ არ წავლენ, სანამ რეჟიმის დამხობას თვითონ ხალხი არ უზრუნველყოფს. დიახ, რას გულისხმობთ სიტყვა დამხობაში? აი სხვა არაერთი პოლიტიკოსიც ფიქრობს, რომ საჭიროა რადიკალიზაცია, მათ შორის ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებაზეც არის საუბარი. აი თქვენც რადიკალიზაციისკენ იხრებით, კონკრეტულად რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ საჭიროა დამხობა და აქვე კითხავთ, ბატონ ლევან, როგორ ფიქრობთ ამ თემაზე, ამ
ამ ტიპის სცენარზე რას ფიქრობს თვითონ საზოგადოება, რამდენად არის ხალხი მზად იმისთვის, რომ გამოვიდეს ქუჩაში და დაამხოს ქართული. ისიც როცა რადიკალიზაციაზე საუბრობთ, რადიკალიზაციას ახდენს ბიძინა ივანიშვილი. როცა არჩევნებს აუქმებ, როცა პოლიტიკოსებს აკავებ, როცა 19 წლის სტუდენტს უშვებ დილეგში, იმიტომ რომ მარიამ ლაშხი ჩავარდა ისტერიკაში და ამასობაში შეგახსენოთ, აი პოლიტიკოსზე თავდასხმა მაგალითად ოპოზიციონერებზე რა, პირობითად რომ აი მე მაგალითად კასპში და საგარეჯოში ქვებით მომზდებდნენ, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, აი დიდი ქვებით, აი სახლში პენსიონერებს ვხვდებოდი, აი დიდი ლოდებით მომზდებდნენ ქართული ოცნების საკრებულოს წევრები. არათუ დაკავებული ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულიც კი არავინ არ არის, მაგრამ ლაშხს თუ დაუძახებ თურმე ოცნებს და მასონების რო ჯერა, იმ ქალს თუ ეტყვი რომ შენ რუსი ხარ, რუსულ საქმეს აკეთებ, ამის გამო 19 წლის სტუდენტები გაუშვეს დილეგში, ჯურღმულში, ანუ ადამიანების ფსიქოლოგია, ანგრევენ, ხო ამ ბავშვებს ხომ დამღას ასვამენ ფაქტობრივად. ესე მარტივი ხო არის? აბა მოდით მაყურებელი რო გიყურებს, წარმოიდგინოს როგორია ციხეში გაატაროს არათუ 12 დღე პირობითად, აი 2 დღე. როგორ იმოქმედებს მათ ფსიქიკაზე. ბიძინა ივანიშვილს ამ რეჟიმს არც ადამიანების ფსიქიკა აინტერესებს, არც ადამიანების წამება არ აინტერესებს, არც მათი სასტიკაცემა. ანუ ეს ხალხი ძალაუფლების შენარჩუნებაზე და როცა ვლაპარაკობთ რადიკალიზაციაზე, რადიკალიზაცია სწორედ ეს არის, როცა ოპონენტს მოიტაცებ სემ სიკვდილამდე მიიყვან, როცა ოპონენტს იჭერ, იმიტომ რომ წულუკიანს არ გამოელაპარაკა, როცა 60-მდე პოლიტპატიმარი ყავს 18, 19, 20 წლის გოგობიჭები, როცა მზიამაღლობელს სილის გაწვნის გამო ციხეში უშვებ და ამასობაში ასობით ეს არის რადიკალიზაცია. ამიტომ ჩვენ კი არ ვახდენთ რადიკალიზაციას. რადიკალიზაციას ახდენს ივანიშვილი. რაც შეეხება რეჟიმის დამხობას. რეჟიმის დამხობა უნდა გამოიხატოს შემდეგში. ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას და ის არ უნდა მართავდეს. დღეს რას ხედავთ, ხო? ლილუაშვილი ბოდიში ივანიშვილს არ უყვარს ნახმარი ნივთები. როგორც ნახმარი ნივთები არ უყვარს, ესე არ უყვარს გამოყენებული ნახმარი ადამიანები. ანუ გამოიყენა ეს ხალხი ექსპლუატაციაში, უბრალოდ გაუგზავნა ლილუაშვილს, ცოტა უფრო დიდი ხანს იყო ექსპლუატაციაში, ვიდრე მაგალითად სხვა თანამდებობის პირები, ისევე როგორც გომელაური. თორე შეგახსენებთ 2015-2016 წელს ივანიშვილის სამთავრობო კაბინეტიდან 80%-ს ვერ იპოვით, სახელი და გვარიც არ გაგახსენდებათ. რატო? გამოიყენეს, ერთჯერადად იხმარეს და გადააგდეს. ისევე ახლა ლილუაშვილს უშვებს რაღაცა ოხანაშვილს ნიშნავს, გომელაურს უშვებს რაღაცა გელას ნიშნავს. ამიტომ დამხობა ნიშნავს იმას, რომ ახლა თუ არ გინდათ ხო უნდა აგიხსნათ კაცო რას ნიშნავს. ანუ ამას არ უნდა აკეთებდეს ივანიშვილი თქო. ანუ ივანიშვილი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ის არ უნდა წყვეტდეს ვინ სად იყოს და როგორ იყოს. ეს არის დამხობა რეჟიმის, რომ ის ვერ ჩაატარებს არჩევნებს, ის ვერ დანიშნავს მინისტრებს და მივახცევთ თავისუფალ პოლიტიკის დაბრუნება ამ ქვეყანაში ნიშნავს რეჟიმის დამხობას. ივანიშვილის პირობებში ვერ დაბრუნდა, არაფერი არ იქნება. როგორ მივდივარ და მთელი საზოგადოება უნდა შეთანხმდეს პირველი რომ არჩევნებზე, ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე სპექტაკლს აპირებს მაგალითად ოქტომბერში, ხო ბიძინა ივანიშვილი. იმ არჩევნებში არ უნდა მივიდეს არავინ. ანუ არ უნდა მივიდეს რას გულისხმობ. თუ იქ არ მიიღებს მონაწილეობა 700.000 ადამიანზე მეტი, ანუ 800.000 ადამიანზე მეტი, ეს ნიშნავს რომ მათ კიდევ დამატებით პრობლემა შეექმნებათ ლეგიტიმაციის. პლუს ამას ჩვენ უნდა ვიყოთ ქუჩის გარდა და ჩვენი მოქალაქეების გარდა ამას ვერ გადაწყვეტს ვერავინ. მუდმივად ყურება იმის რომ ეხა დასავლეთი და რა იქნება, დასავლეთი იმაზე მეც აკეთებს, ვიდრე შეიძლება გააკეთოს. ანუ დიპლომატიურ ენასაც გაცდენ და პირდაპირ კაფიოდ ამბობენ რომ ივანიშვილი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუ გვინდა ქვეყანა იყოს წარმატებული. ამიტომ ჩვენც გამოსავალი რა გვაქვს, როცა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გადის ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული, ხალხს შეუძლია რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დააბრუნოს ეს ქვეყანა. როგორ? მათ შორის აქციები და თუ პირობითად საუბრობთ იმაზე რომ აი როგორ რას ქვია დამხობა, მაგალითად, როცა ხარებას მარბიელები და მწამებლები მისდევენ ადამიანს მოსატაცებლად, რომ მე თავპირი დაალეწონ და სასტიკად დაწამონ, ეს ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. და ხალხმა უნდა დაიბრუნოს ძალაუფლება. ეხლა როგორც უნდათ, ისე გადათარგმნონ რას ქვია დამხობა და რას ქვია ძალას დაუპირისპირო ძალა. როგორც გაიგებენ ადამიანები, ზუსტად იმას გულისხმობ. აი სიტყვით, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დაემხობა, მანამდე არაფერი ამ ქვეყანაში არ იქნება და მე ვიცი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები, აი მანამდე რა ივანიშვილი არ ატარებდა არჩევნებს? კი, პირობითად ვამბობ. ყველა ჯერზე ყველაფერი ვცადეთ ივანიშვილის პირობებში, რომ ყოფილიყო არჩევნები. 14-შიც, 16-შიც, 18-შიც, 20-შიც, 21-შიც, 24-შიც ყველა რესურსი ამოიწურა.
აღარ არის აი ივანიშვილის პირობებში არჩევნები უბრალოდ არ ჩატარდება, თორე ეხლა მე ჩემი კოლეგა ოპოზიციონერების ხედან სხვადასხვა ეთერში და ამბობენ რომ აი ეხლა თბილის თურმე წავართვეთ რაღაცა ზღაპრებს ყვებიან ივანიშვილის ხელში არ იქნება არჩევნები. სანამ ტაბლო უჭირავს ბიძინა ივანიშვილს, მანამდე რასაც უნდა იმას დაწერს. მე როგორც პოლიტიკოს მინდა თუ არა არჩევნები, ცხადია მინდა ოღონდ არჩევნები მინდა და არა ივანიშვილის სპექტაკლი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, რა ვიცი. ბატონო, საკადრო ცვლილებებზე ხელისუფლებაში ისე როგორც თვითმმართველობის არჩევნებზე აუცილებლად მივალთ იქამდე, აი პროტესტი ახსენეთ და ერთი კითხვა სწორედ ამ თემაზე მინდა დაგისვათ. ირაკლი კობახიძის განცხადების კონტექსტში თქვენ მოისმენდით, ის ამბობს, რომ უცხოეთიდან ფულის შემცირება პირდაპირ პროპორციულად აისახა პროტესტის ხარისხზე და მასშტაბზე. ის ამბობს იმასაც, რომ არასრული 3 მილიონი ლარი სჭირდება იმას, რომ ყოველდღე 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე, ხვალ მომეცით $1 მილიონი და 365 დღის განმავლობაში ყოველდღე დაგიყენებთ მეც 300 კაცო. ეს არის კობახიძე და მისი განცხადება. რა გაქვთ სათქმელი? მოდით ასე მარტივად კითხავთ კობახიძის განცხადების. აი ტვინი რო აქვს ჯერ კიდე ხალხს გაყენულია უცხოური გავლენის აგენტი საქართველოში თუ ვინმე არის, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ამ ადამიანის ფული თან თავად იძახეს, რომ საქართველოში არ მეშოვნიაო, რუსეთიდან შემოიტანა ფული საქართველოში. ანუ ამაზე მეტი გავლენის აგენტი. თავად რასაც ამბობენ, ამაზე მეტი გავლენის აგენტი კიდე ვინ არის საქართველოში, ვინც ფული შემოიტანა ტრული სახელმწიფოდან, ეს ფული მოახმარა ხელისუფლებაში მოსვლას და ამ ფულს ახმარს რუსული ინტერესების გატარებას. ამაზე თვალნათლივ, ამაზე თვალხილული კიდე მითხარით მეორე ადამიანი, ვინც ქვეყნის გარეთ იშოვა ფული და აი ამ ფულით პირობითად უნდა რომ საქართველოში პოლიტიკა აკეთოს. აი დამისახელოს ახლა კობახიძე მეორე. მე ვიცი ესეთი ადამიანი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გაზპრომის მეწილე კაცმა, რომელმაც მილიარდები იშოვა რუსეთში კრიმინალურად, ეს კრიმინალური სისხლიანი ფული შემოიტანა საქართველოში და ესე რა ქვია, პირდაპირ მნიშვნელობით მოაჭდა ხელისუფლებას. მასზე დიდი გავლენის აგენტი ვინ არის? ახლა მეორე რაღაცა ბოდვებს რო ლაპარაკობს, რომ ამდენი ლარი, იმდენ მაგათ ვერ წარმოუდგენიათ. კობახიძის ამოსავალი და მისნაირების ამოსავალი რა არის? არის ფული. ფულის იქით ეგ ხალხი ვერ იყურება, ანუ 200,000, 300,000 ადამიანი რო გამოდიოდა დედაქალაქის ქუჩებში და არბევდნენ და გაზის კაფსულები და ესროდნენ, ანუ ეს ხალხი ფულით გამოდიოდა? თუ გონია რომ ეს ბრაზი სადმე გაქრა? ანუ ის რომ ასობით ადამიანი ფაქტობრივად დააკავეს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიწეს 60-მდე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში პოლიტიკოსებს იჭერენ რაღაცა ეს კანონები გაამკაცრეს ვიღაცებს სახში უვარდებიან მას გონია რომ ამ ფონზე ეს პროტესტის მუხტი სადმე მინელებულია? არც არ არის მინელებული, მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ისეთ დროს როცა მათ არ გონიათ რომ ასე მოხდეს, აი ზუსტად მაშინ ამოხეთქავს ეს პროტესტი. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ბატონო ლევან, არაერთი კანონია მიღებული იცით თქვენ ნოემბრიდან დღემდე, რომელიც ზღუდავს მომიტინგეებს, მედიას, არასამთავრობო სექტორს, ზღუდავს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას. ამას კი უკვე ემატება ის, რომ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებაც დაიწყო ქართულმა ოცნებამ. ბევრი ფიქრობდა, რომ ხელისუფლება ამაზე არ წავიდოდა, თუმცა უკვე დაპატიმრებულია ირაკლი ოქროშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, აგერ ნიკა გვარამიას 7 ივნის ეწურება ღვთის ღონისძიების სახით შეფერდებული გირაოს გადახდის ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ხელბორკილებს მასაც დაადებენ. რას გეუბნებათ ქართული ოცნება იმ გზით, რომელსაც დაადგა გულისხმობ ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას, მეორე მხრივ სად უფრო სჭირდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავად ოპოზიციურ სპექტრში თუ თავისუფლებაზე და ამ კონტექსტში უკვე რას ურჩევდით მათ, ვისაც საგამოძიებო სხდომაზე, კომისიის სხდომაზე დაიბარებთ? მე მარტივ რამე მინდა ვთქვა, ჯერ ერთი რომ ცხადია მომხრე არ ვარ რომ პოლიტიკოსების ნაწილი ციხეში იყოს და არ მგონია მაინდა-მაინც ნორმალური რომ ასე უმიზედოდ ეს ადამიანები ციხეში მიდიოდნენ, თუმცა ცხადია პატივცემ მე მათ პრინციპულ გადაწყვეტილებას და მესამე ხა მე ვთვლი რომ გავუტკბა ხო წოლუკიანს რაღაცა იქ მიდის, რაღაცა სკოლის მასწავლებელს არაფერს არ ვერჩი, მაგრამ რაღაცა ტუქსავს, ყველა გონია მისი მოსწავლე იქ ვინც მიდის და რაღაცა თითებს უკნევს, აი ახლა ესე დამელაპარაკე და შენ ტონს ნუუწევ და ასე შემდეგ. მე თუ მკითხავთ ძალიანაც კარგი იქნება თუ მივა ადამიანი და მაგალითად მოუყვება ისა რა ქვია თია წოლუკიანს კითხვა რაზე აქვს საზოგადოებას. აი წოლუკიანი როგორ შეიძლება იყოს კომისიის ხელმძღვანელი, როცა მის იუსტიციის მინისტრობის დროს FSB-ს აგენტი ფარცხალაძე რომანოვა იყო პროკურორი. ანუ კითხვა ამაზე არ არსებობს. ანუ
წულუკიანი როგორ უნდა კითხულობდეს რამეს, როცა დადასტურებული, ოღონდ ფარცხალაძეს ხო აღარ უარყოფს ამას, რომ რუსულ საქმეს აკეთებს წითელ მოედანზე. აი ანწუხელიძის კვლელების გვერდით რომ პროკურორი იდგა და ის პროკურორის პირობებში რომ შენ იუსტიციის მინისტრი იყავი, რა უფლება გაქვს, ან პოლიტიკური, ან მორალური, ან საქმიანი, რომ შენ ვინმეს კითხვას უსვამდე. მართლა გულწრფელად მაინტერესებს, იმდენად დააბრმავეს და იმდენად გაძეძგეს, ასე ვთქვათ, პროპაგანდით, მარტივ რამეს ვკითხულობ. აი ანწუხელიძის წამებლებთან და კვლელებთან იდგა ფარცხალაძე. არც მალავს კაცო ამასო, ეს კაცი არის რუსი. ეს კაცი იყო მთავრობაში, ხელისუფლებაში და დღესაც ძალიან ბევრ ბიზნეს და ასე შემდეგ ეს კაცი მართავს. მისი მოადგილეები და ასე შემდეგ დღეს პროკურორი, ანუ მისი ხელქვეითები, ვინც მან დააწინაურა, დააფრთიანა, ეს ხალხი დღეს თანამდებობაზეა და წულუკიანი კითხულობს რამეს და ეს არ აინტერესებს წულუკიანს და მაგი გომელაური თანამდებობიდან რო წავიდა ბორტნიკოვი და რუსი გენერლები რო ჩამოყავდა საქართველოში, ანუ ხალხი, რომელმაც საქართველო დაბომბა, ჩვენი ტერიტორიები მიიტაცა, ჩვენი ხალხი ამოჟლიტა, აწამა, ის გენერლები რომ შემოიყვანა საქართველოში, ოღონდ გომელაურმა რომ ეს გააკეთა, მისმა მოადგილე გოგაშვილმა თქვა, რომ ესეო ბორტნიკოვი შემოყავდა და რესტორან დაკავდა. ამაზე კითხვა რომ არა აქვს. იმ თეატროლოგიას, ასე ვთქვა და ამ ქართულ ოცნებას მათ რა უფლება აქვს სხვას რომ კითხავენ. ან თუ ვინმეს დაკითხვა უნდა. კი ბატონო, შესაძლოა ლეგიტიმური იყოს ის კითხვები, რასაც თქვენ ახლა სვამთ და საგამოძიებო კომისიასთან მიმართებაში ნამდვილად არსებობს კითხვები, თუმცა ქართული ოცნება მაინც აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, ხო? შესაბამისად, აი თქვენი პარტიის ლიდერებიც შეიძლება დაიბარონ კომისიაზე, ისე როგორც ეს მოხდა სხვა არაერთი ოპოზიციონერი ლიდერის შემთხვევაში, თქვენი ჩათვლით მით უფრო რომ ხა თქვენ არ ყოფილხართ წინა ხელისუფლების წარმომადგენელი, თუმცა ზოგადად თქვენი პარტია ყოფილი სახელმწიფო პარტიაა. შესაბამისად, აი რას იზამთ? არ მიხვალთ თეატროლოგიის კომისიაზე, თუ კი ასე ვთქვათ, თქვენი დაბარებაც მოხდება და არ მიხვალთ მიუხედავად იმისა, რასაც ახლა ვხედავ, არა, ბუდიში რა, არ ვიცი, მე ეს კომისიასთან თანამშრომლობაზე ვარის თქმის გამო ლიდერებს პირდაპირ მნიშვნელობას ცხადე არ ვაპირებ მაგ კომისიასთან, თუმცა დიდი სიამოვნებით მივიდოდი და პირდაპირ გეუბნები თავს მოვაჭამდი წულუკიანმა რა კითხვა უნდა დამისვას, აი მართლა მაინტერესებს. რა კითხვა უნდა დამისვას და ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ვინმე ამ ადამიანს პირდაპირ ერთ-ერთი აესე ლაივი რო გადაიცემა პასუხს გაცემს. მამამისი ხრეტდა ქართველებს. ეს მთელი ჯიში და მთელი ასე ვთქვათ მისი წარმომავლობით არის ასე ვთქვათ კვლელის ინსტინქტები აქვს ამ ადამიანს. როგორი ოჯახიდანაც გამოდის წულუკიანი, აბსოლუტურად ისე იქცევა. აი ესე იმას ჩამოხრჩობა, ამას დილეგში დაჭერა, ამას ციხე, ამას ის და ჭკუას გვარიგებს. ამ ადამიანს ვიღაცამ მე ძალიან კმაყოფილი ვიქნები თუ ვინმე ამ ადამიანთან მივა და ეხლა გინდა ფარცხალაძეზე, გინდა ის რომ პირობითად შეახსენებს რომ დახვრეტა რო გააუქმეს, მამამისი მერე ხრეტდა ადამიანებს. იმ სახელ და გვარებს თუ მიუტანს ძალიან ბედნიერი ვიქნები. იგივე სოზარ სუბარი და ის რა ქვია, რა გვარია, იქ კიდე ალუ და ღუდუშაური ძალიან ესეთი დიდი მონოტორული იმით რომ სხედან. აი ეს ბოდიში და პატარა კაცები მართლა, აი ამა თუ ვინმე პასუხს გასცემს სამშობლოს ღალატისთვის და მათ მოსთხოვს პასუხს იმაზე, რასაც საკეთებენ, მე მაგალითად კმაყოფილი ვიქნები. ბადოლევან, თვითმმართველობის არჩევნები დაუთმოთ ამ თემასაც რამდენიმე წუთი, მით უფრო რომ ეს საკითხი თქვენც ახსენეთ და მით უფრო რომ ეს თემა ოპოზიციურ ძალებს შორის ასთა სხვადასხვაობის საგანია. აი რამდენიმე პარტია, მაგალითად ლელო და გახარიას პარტია ემზადება ზოგადად არჩევნებისთვის, ორივე მათგანი ამ მრჩევლებთან აქტიური შეხვედრების რეჟიმზეა გადასული, თუმცა გაწყვეტილებას ჩაერთვებიან თუ არა საბოლოოდ უშუალოდ მუნიციპალურ არჩევნებში. მოგვიანებით და იმის გათვალისწინებით მიიღებენ, როგორც ისინი ამბობენ, რა საარჩევნო წესებიც და პირობებიც იმ მომენტისთვის იარსებებს ქვეყანაში. ახლა გვარამია მელიას კოალიციაში, აი ამ პარტიებთან მიმართებაში, ლელოსა და გახარიას პარტიებთან მიმართებაში, პირდაპირ ამბობენ, რომ ხაზარაძის პოლიტიკური ძალაც და გახარიას პარტიაც ქართული ოცნების თამაში ახდენს შეყოლას. თქვენ რა გაქვთ სათქმელი ამ ძალას? სანამ გახარიას პარტია იყო და არჩევნებში შევა, რამდენიმე თვის წინ მე ვთქვი რომ გახარია, გარიგი და ბიძინა ივანიშვილთან კონკრეტული სარგებლის გამო, ამ დრომდე მათი მანდატები გაუქმებული არ არის. ერთი, მეორე, ისინი უკვე ამბობენ რომ ივანიშვილის არჩევნებში შევლენ და ჩემი აზრით, რასაც ვამბობდი რა ინფორმაციაც გქონდა, რომ ეს ხალხი გარიგდა უბრალოდ ბიძინა ივანიშვილთან, ჩემი აზრით დასტურდება. როცა ამბობენ რომ ივანიშვილის არჩევნებში შევლენ. გარიგდა რის? გარიგებულია. რის სანაცვლოდ? რა ვიცი, რის სანაცვლოდ თავისუფლად იარო, თქვენ გონიათ რომ ხა გახარიას
დანაშაულები არ ჩაუდენია თუ რა, ვერ გავიგე, რა გონიათ ეხლა რომ გახარია ის არის, რა ქვია, ანგელოზია ის რომ არ გვისაუბრია არჩევნებამდე, იმიტომ რომ ფიქრობდით რომ ოპოზიციურ ველზე ერთიანობა დაფიქსირებულიყო და რაღაცნაირად ადამიანებისთვის გონება არ აგვერია არ ნიშნავს იმას რომ გახარია ჩვეულებრივი კრიმინალი არ არის ჩემ თვალში, ისევე გააყალბა 2018 წლის არჩევნები, როგორც ამათმა გააყალბეს 2024 წლის. ამიტომ არაფერი სხვაობა არ არის და მათ შორის 2018 წელსაც გახარიას კისერზია, იაკერზაიას კვლელობა და კიდევ მრავალი ადამიანების თვალის დათხრა და ასე შემდეგ. ამიტომ ისო თავისუფლებაზე იყოს ჩემი აზრით გარიგებულია ბიძინა ივანიშვილთან. მე არ მინდა დავუშვა რომ სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტია მაგალითად ლელოც გარიგდება ბიძინა ივანიშვილთან და რატო გეტყვით? არჩევნებში მონაწილე არჩევნები კი არა. ბიძინა ივანიშვილის გაპრავება და ბიძინა ივანიშვილის ხარეს გადასვლა, ვინც ახლა ბიძინა სპექტაკლში მიიღეს მონაწილეობას კალანდარიშვილის და ივანიშვილის პირობებში. როცა საარჩევნო ადმინისტრაციის ადმინისტრების მიმართულებით კანონები კიდევ უფრო დაამძიმეს. აი ამ პირობებში რომ განიხილავ არჩევნებში, ბჭყალებში მონაწილეობას. რა ქვია ამას? მაშინ რატომ თქვა პირობითად ლელო მუარი მანდატებზე? მართლა მაინტერესებს. ან უცხოელებს ასვეუნებით, თქვენ არ აღიარებთ ივანიშვილის რეჟიმს, ასანქციოთ, მაგრამ ჩვენ ივანიშვილის მიერ ორგანიზებულ არჩევნებში შევალთ? ეს რა მესიჯია? და მესამე, ესე იგი, მელია ჩემი კოლეგები, მე ხა ვიღაცა მომწონს თუ არ მომწონს სხვა პარტია, რას ქვია ხა ზურაბ გიჩი ჯაფარიძე ციხეში იყოს და მე საარჩევნო კამპანია ვაწარმო ივანიშვილის პირობებში? ეს ნორმალურია? აი ხა რა ვიცი, ხაზარაძე ციხეში ყოფილიყო, ბადრე ჯაფარიძე ციხეში ყოფილიყო პირობითად და ჩვენ გავხსეულიყავით არჩევნებზე მე მაგალითად ეს არ მიმაჩნია, აი ადეკვატურადაც კი, არც პოლიტიკურად, არც სამართლებრივად, არც საქმიანად, არც ადამიანურად, არც ქალახა თბილისო, ბიჭო, მართლა ეს შტერები ხო არა ვარ, ჩვენ მართლა ყველაფერი ვცადეთ. ნახეთ, მართლა ყველაფერი ვცადეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა არგუმენტი გამოსულოდა, რომ აი არჩევნების გზით შეცვალონ, კაცო, მართლა ყველაფერი ვცადეთ. ოღონდ ეგ უკვე მოხდილი გვაქვს, გავიარეთ ბიძინა ივანიშვილის არჩევნებს აღარავინ არ აღიარებს. და რა გვინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვაღიარებთ და შევდივარ არჩევნებში? ეს არ არის ნორმალური. ერთადერთ შემთხვევაში მივიღებთ, უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. საქართველოს ივანიშვილის გარეშე. თუ არ იქნება ივანიშვილი, ცხადია. შემდეგ უკვე პოლიტიკოსები ვართ, აბა რაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, კაცო? ხელისუფლება უნდა ირჩიოს ხალხმა და არა დაწეროს ბიძინა ივანიშვილმა. ბატონ ლევან, სხვა შორის არა მხოლოდ ლელოსა და გახარიას პარტიაში, არამედ აი ექსპერტთა ნაწილიც ფიქრობს, რომ მაინც შესვლას ჯობს, არ შესვლას მუნიციპალურ არჩევნებში. აი ბინამობს ამას მართლა მაინტერესებს. აი ბაატა ზაქარიაშვილი მაგალითად, რომელიც მე გეტყვით, რასაც ამბობთ, ამ შემთხვევაში მათი მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი კეთდება, ასე ვთქვათ, მერის არჩევნებზე. ვის რა მერის არჩევნებზე? ბილისზე და სხვათა შორის არა უნდა გავაგზავნოთ რომ საუბარია იმაზე რომ ის სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა მერობის ერთიანი კანდიდატი კარგი ვარიანტი ამ პოზიციაზე. კარგი და ზღაპრებია მივხვდით ეხლა რასაც ლაპარაკობ და ბიძინა ივანიშვილის ტაბლო უჭირავს და სანქცირებული ხალხი რო არის ამ ხალხის პირობებში ეგენი არჩევნებს ეძახიან? უბედურება რა არის? ეგ არ არის არჩევნები. არჩევნები გვინდა? ოღონდ არჩევნები გვინდა. ბიძინას თამაში არ გვინდა. ჩვენ არჩევნები გვინდა, კი? არჩევნებში მონაწილეობას მივიღეთ, არჩევნებში მივიღებთ. მაგრამ ეგ არ არის არჩევნები. მეტი უკეთ რანაირად ახსნა, რა სისულელეს იძახიან, რა თბილის ვის მოუგებ, რას მოუგებ. ტაბლო უჭირავს ივანიშვილს. ნახეთ, რასაც უნდა იმას წერს. ოღონდ აქამდე ყველა ჯერზე იგივეს აკეთებს. ზულის მივაღწიეთ იმას, რომ საზოგადოებამაც გაიგო, რომ ესენი გამყალბებლები არიან და ქვეყნის გარეთაც, თორე 20-20-ში აქეთ გთხოვდნენ თქო, რომ პარლამენტში შედით. დღეს არავინ არ აღიარებს ამათ და ანუ ჩვენ წავიდეთ აღიარებაზე ივანიშვილის არჩევნებზე და გონიათ რომ ივანიშვილი მაგალითად მოუგეს 70-30 თბილისი და დაწერს ამას მართლა ვინმე ჯერა რომ ბიძინა ივანიშვილი რომელიც ყველაფერზე მიდის აგერ პოლიტიკოსებს წულუკიანთან არ გასაუბრების გამო ციხეში უშვებს მართლა ჯერა ვინმე ჭკუად ყოფილს რომ ის რა ქვია რა ვიცი ანუ ვისაც არ დაიჭერენ მოდი ის იყოს კანდიდატი ცოტა არასერიოზულია რა ადგილობრივ არჩევნებზე ვსაუბრობთ კახაკალაძის რჩევაზეც უნდა გკითხოთ მისი რჩევა ოპოზიციის მისამართით თბილისში ემანუელ მაკრონის კანდიდატურა დააყენეთ იქნება ამან მაინც გიშველოთო რამდენიმე დღის წინ გააკეთა მან ეს გაცხადება ეხა იცით ზოგადად მართველი პარტიის პოზიცია მათი მტკიცებით ოპოზიცია სწორედ გარე პატრონებისგან ელოდებით მითითებებს და სწორედ მათი მითითებების მიხედვით ჩაერთვებიდან ბოიკოტს უცხადებთ მუნიციპალურ არჩევნებს. საკმაოდ შეაჩვია, ასე ვთქვათ, ენა ქართულმა ოცნებამ პერსონალურად ემანუელ მაკრონს ამ დროს ჩვენ ვსაუბრობთ საფრანგეთზე, ევროკავშირის, ევროპის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოზე, ხო? რომელიც წესით ხელწამოსაკრავი არ უნდა იყოს. აი რატომ შეაჩვია ქართულმა ოცნებამ მაკრონს ენა და როგორ ხსნით იმას, რომ ასე ცინიკურად საუბრობენ საფრანგეთის პრეზიდენტზე ქართულ თბილისის მერი რო ხარ და შენ გახსნის სკვერში ერთი დღით ადრე რო იპრანჭებოდი. და მცირეწლოვანი ბავშვი მოკვდა. თბილისის მერი რო ხარ და თბილისის ყველაზე
დიდ სკვერში რიყეზე გულისხმობ, ბავშვი რომ მოკვდა. გდანში კორპუსში ლიფტი რო ჩამოვარდა, თბილისის მერი რო ხარ, ლიფტი რო ჩამოვარდა და ბავშვი, მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა და ამ დროს ქცალია და ესე დეგენერატორა საფრანგეთის პრეზიდენტზე ლაპარაკობ. ნორმალური ეხა ეგ კაცი დალაგებულია? მილიონი პრობლემა როა დედაქალაქში. მილიონი გაუვალი საცობები. თან კვლელობაში რო არის ეს კაცი პირდაპირ მისი გულგრილობით კვლელია ჩვეულებრივი კალაძე. იმიტომ რომ მან დაუძახა ხალხს ვაკის პარკში მოდითო და მცირეწლოვანი ბავშვი მოკვდა. ეს კაცი რომ მაკრონზე ლაპარაკობს, ადეკვატურია და მეორე კიდე. აი როგორც გენერალ დივანი ხო ლაპარაკობს ეგ ბოდიში და ტლიკინეს მართლა ხან მაკრონზე, ხან რიშზე და ხან ამერიკე, ხან ტრამპზე და ხან ვიღაცაზე. გამახსენეთ ერთი განცხადება კალაძის, აი მთელი ამ წლების განმავლობაში უამრავ იდიოტობას ამოიღებთ ევროპელ ლიდერებზე. ერთი გამახსენეთ, სადაც ლაპარაკობს ოკუპაციაზე, სადაც ლაპარაკობს პუტინი როგორი ტერორისტია, სადაც ლაპარაკობს ლავროვი როგორი ტერორისტია, გამახსენეთ რუსეთზე, აი მარგარიტა სიმონიანზე, სალავიო ამ ხალხზე. ენა ამოღებული კალაძე გამახსენეთ ერთია. დილა იწყება ევროპელი ლიდერების ლანძღვი და მთავრდება მაგით. თუ გახსოვთ საქართველოს 20% აი გინტური რო გაიტაცეს და მოკლეს. გინტური გახსოვთ ერთი განცხადება კალაძის, სადაც დაგმო პუტინის რეჟიმი. ეგეთი ანუ არ არსებობს. ხალხო აბსოლუტური მოღალატეებზე ლაპარაკობს. კალაძე დახატეთ ამ დროს ქართულ ოცნებაში ამბობენ რომ კალაძე აი იგივე თბილისის მერის პოზიციაზე არის უალტერნატივო და მეტიც მართლ პარტიაში არ მალავენ რომ თბილისის მერის თანამდებობაზე თვითმმართველობის არჩევნებში მერის არჩევნებში სწორედ კალაძის კანდიდატურა განიხილება. მოდით ამ ნაწილზე ლადო ბოჟაძე არის უალტერნატივო ასეთ არჩევნებში. ახლა კალაძე იქნება ქართული ოცნების ძლიერი თუ სუსტი მხარე და რატომ ისევ კალაძეზე სწორება თქვენ? ირაკლი ზარქუა იქნება უალტერნატივო და ლადო ბოჟაძე ბიძინას არჩევნებში. ყაველაშვილი, რა ვიცი, პრეზიდენტია, ხალხო ყაველაშვილი. ბიძინას მოუნა და პრეზიდენტად დანიშნა. რა არჩევნებზე ლაპარაკობ? დაგვცინეს ეს კაცი. როგორც შეპესეს საქართველოს ისე უყურებს. და ამ დროს ლაპარაკობთ რომ რაღაცა თურმე რეიტინგი, რა რეიტინგი? ბიძინას მოუნდება ნებისმიერ ადამიანს ამოიღებს იმიდან და დასვამს და სოზარ სუბარი გახდება ხვალ მერი თუ მოუნდა ბიძინას. იმიტომ რომ ტაბლო მას უჭირავს და ამიტომ რომ თავარი ბოროტების სათავე არის შუშის სასახლეში და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ოღონდ უნდა გვესმოდეს ერთი რამეც. ბიძინა ივანიშვილს გადაგდებული ყავს დასავლეთიც, გადაგდებული ყავს ევროპელების, გადააგდო ჩინელების და გადააგდო რუსებიც. ბიძინა ივანიშვილს სერიოზული პრობლემები აქვს. ამ სანქციების კვალდაკვალ. მაინც და მაინც არც რუსები არ უყურებენ ამ ადამიანს იმას, რა ქვია, კეთილსინდისიერად, ასე კეთილი თვალით, იმიტომ რომ ისინიც გადააგდო. და იმათაც რაზეც ბოდიში და ეჩალიჩებოდა მასენაზე ფულის ახევა იყო. მათ შორის ეს იმის, რა ქვია, კანონი რო შემოიტანა ოფშორების შესახებ, ხო? რასაც ემსახურებოდა იყო, რომ კონკრეტული მილიარდები წამოიღო რუსეთიდან, აქ გაეთეთრებინა რაღაცა 2% მას ჩაედო 1% ბიუჯეტიდან შესულიყო და ესეც არ უნდა და ის მთელი 2%-ის წამოღება საკუთარი ჯიბისთვის უნდა და დაპირდა მათ ამ ფულის გარეცხვას, ნაწილს რეცხავს, ნაწილს ვერ, ამიტომ იქაც პარტნიორებში პრობლემა აქვს. იმას ბიძინა ივანიშვილს და ამ დროს ჩვენ აი ესე კრიმინალ ტიპს უყურებთ, რომელმაც დაგვცინა, როცა ყაველაშვილი აარჩევინა პრეზიდენტად, დაგვცინა ალბათ აი ქართულ ოცნებაში ხელი რო აგეციათ, ყველაზე ისეთი არ მინდა რა პერსონებზე ადამიანის შეურაცხყოფას მიყრება, ყველაზე დაბალი ინტელექტის ვინ არისო და ალბათ ყაველაშვილი და მოდი ეს იყოს პრეზიდენტი. მართლა არ ვიცი, მაგაზე უარესი მე პარლამენტში არ მინახავს. მაგ ადამიანს ერთი ნორმა განცხადება, ხო შეიძლება რომ პარლამენტში ყოფნის დროს ერთი განცხადება მარტო გინება მარტო ლანძღვა, მარტო გაკაჩვა, გამოკაჩვა. აი იცოდა მარტო. კარგი, ბატონლევან, პაატა ბურჯულაძეზე და მასთან შექმნილ, ასე ვთქვათ, მიმდინარე კონსულტაციებზეც გადავიდოთ და დაუთმოთ ამ თემას რამდენიმე წუთი. ისინი, ვინც ჩამოშორდით სალომე ზურაბიშვილთან შექმნილ ფორმატებს, ახლა უკვე პოლიტიკურ გეგმებს, ასე ვთქვათ, აწყობთ სწორედ პაატა ბურჯულაძესთან. ეხლა რას ერჩოდით სალომე ზურაბიშვილს? ეს ცნობილია, თქვენ ამაზე ბევრჯერ გისაუბრიათ, მაგალითად, არაპატიეთ სალომე ზურაბიშვილს ის, რომ არ მოხდა მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, თუმცა ყვილია, ჩვენ მაგის მერეც მაგ ფორმატში ვიხავთ. ყვილი არა, არ არის ესე. ფაქტს უნდა ამახინჯებ, ჩემი თხოვნა, რომ ფაქტს უნდა ამახინჯებ. არის ხო არასდროს ეგ მიზეზად. არის ხო ეგ მიზეზად არის დასახელებული ვერ მომხდათ ფაქტს. ამოვიღო თქვენი კოლეგა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისგან მაგის გამო არ არის. ეხოცები არ თქვათ ეგ რა. ბატონლევან, კარგი, მაშინ რო არის ხო ხალხო ვიყავით ჩვენ იმაში. ბატონლევან, განმარტეთ მაშინ, რას ერჩოდით სალომე ზურაბიშვილს? რას ერჩოდით სალომე ზურაბიშვილს და რითია უკეთესი პაატა ბურჯულაძე? ასე კითხავთ მაშინ თუ ზურაბიშვილის ფორმატებმა არ გაამართლა, რატო
რატომ გაგვთ იმედი რომ არასწორად დაიწყეთ კაცო სალომეს არაპატიეთო მეცაც გეტყვით მიუხედავად იმისა რომ მან არ შეიწყალა პრეზიდენტ სააკაშვილი არადა ევროპულ რეზოლუციებში რომელსაც სალომე ამბობდა რომ შესაძლებელია ოცნების მიერ იმ ევროპულ რეზოლუციებში მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზეც ეწერა მიუხედავად ამისა ის პრეზიდენტიც რო აღარ იყო ჩვენ მის ფორმატებში მონაწილეობდით ოღონდ მანამ სანამ ეს ქალბატონი არ დადგა და პირდაპირ ეთერში არ თქვა რომ ერთიანობა არის შემოგდებული თემა და ჩვენ გვჭირდება კოორდინაციაო სხვათა შორის მას შემდეგ რაც პასუხი მიიღო მათ შორის შემგანაც და ჩვენგანაც ცოტა შეცვალა რიტორიკა და აღარ იძახის რომ ერთიანობა შემოგდებული თემაა და კიდევ ერთ შეგახსენებთ ესე გამოდის და ნარატივი აქვს რომ ნაცკოცობა ეს ქალბატონი როგორ უნდა იყოს ვინმეს გამაერთიანებელი როცა პირდაპირ გახლეჩვაზე მოდის ანუ ჩვენ ამ მომრჩეველს პირდაპირ ეუბნება რომ თქვენ ახლა უარგისები ხართ ეს ქალბატონი როგორ ლაპარაკობს რუსული ხელისუფლების მიერ არჩეული ადამიანი რომელიც ჩვენ აქეთ შეიძლება რამე რაღაცა პოლიტიკური მორალი წაგვიკითხოს ჩვენი პირადი ინტერესი ყველა ჯერზე გადაგვიდია ხალხო გვერდზე და ხვალაც საჭირო იქნება სალომე ზურაბაშვილთან ლაპარაკი თქვენ გონიათ პრობლემაა არავითარ შემთხვევაში რამე სასიკეთოს იზავს ამ ქვეყნისთვის ჩვენ გვითქვამს რომ სწორია რასაც აკეთებს სწორია რა განცხადებაც გააკეთა მხარს უჭერთ მეცაც გეტყვით ფიზიკურად დავიცავ თუ ის პრეზიდენტის სასახლიდან არ გამოვათქვა ამასაც კი ვიძახოდით რა ვიგე არ არის ეს მართალი რომ ამაზე ეხლა რაც შეეხება პაატას ფორმა პაატა ბურჭულაძის ფორმა რა პერსპექტივა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ყველგან ჩვენ გვჭირდება ერთიანობა პარტიული ზღურები არის წაშლილი ეხლა დღეს კიდე ვინმე თუ ვერ აცნობიერებს რომ ეს პარტია ის პარტია და რაღაცა ბანერზე დავდგე იმიტომ რომ ის აბსოლუტური სისულელია ივანიშვილის პირობებში ამ ქვეყანაში პოლიტიკა არ იქნება ამას უნდა შევეგუოთ ამიტომ პაატა ბურჭულაძის გარშემო პირობითად რაც ხდება ეს არის მისასალმებელი სადაც არა მარტო ოპოზიციონერები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, მსახიობები, პროფესორები, აკადემიკოსები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, არ ვიცი, სხვადასხვა ისეთ თავის საქმის პროფესიონალი ხარკი, უბრალო მოქალაქეები, რომლებიც ამ ეს შეხვედრა ღიაა, საჯაროა და სხვათა შორის წინასწარ აანონსდება ხოლმე და ვისაც უნდა იქ მოდის ამ ფორმატში არის და ერთმანეთს ვესაუბრებით სტრატეგიაზე, ვარკეთებში გქონდა მაგალითად მოსახლეობასთან შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ რატომ არ უნდა მიიღონ ამ ადამიანს რატომ არის მნიშვნელოვანი რომ ივანიშვილის სპექტაკლში მონაწილეობა არ მიიღოს ოპოზიციამ. ჩვენ ხო არ დავდივართ ხალხთან რომ ხმა მოგვეცით, არა, ჩვენ ვამბობთ რომ როგორც 31 მარტს თავისუფლების აქტზე ხელი მოაწერეს ქართველებმა, ხო ეხლა იქ მისვლა არის რუსული რეჟიმისთვის მიცემული ხმა. თვითმმართველობის არჩევნებს გულისხმობ, ეგრეთ წოდებულს, რომელიც არ იქნება არჩევნები, ანუ იქ მისვლა, არ მისვლა, როგორი მნიშვნელოვანი, ამას უხსნით ხალხს. და ამიტომ ძალიან კარგია ეს ფორმატი და დარწმუნებულია ეს ფორმატი კიდევ უფრო გადიდდება, იმიტომ რომ ჩვენ და სამწუხაროდ ამ პოლიტიკოსებს ასე თავისი გემოვნების მიხედვით კიდე ალბათ ბევრს დაიჭერთ არავინ არ ვარ დაზღვეული რასიზამი უკვე წამოიჭრა ამ ფორმატის ფარგლებში იდეას სატელეფონო ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდეს ერთგვარი პლებისციტი სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ იმათთან დაკავშირებით უნდათ თუ არა საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარება ამ იდეამ თუ წაიწია წინ და აქვე გითხავთ აი როგორ შეიძლება მოხდეს რისკების დაზღვევა რაც ალბათ ამ პროცესს შესაძლოა ახდენს თავს მაგალითად ეხა ახალი არჩევნების მოწინააღმდეგეები რომ დაირაზმონ, მოახდინონ საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება და აი პირიქით ახალი არჩევნების წინააღმდეგ მისცემხმები. ხო, ანუ გარედან ხელოვნური ჩარევა, როგორ შეიძლება იყოს აღკვეთილი და ორი რამეა რისკები გადაზღვეული. ორი რამეა. პირველი რომ ბიძინა ივანიშვილის არჩევნები არ უნდა შედგეს, ამას უნდა მივახციოთ, რომ არ უნდა შედგეს. მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის სპექტაკლში ჯერ მონაწილეობა არავინ არ მიიღოს. მერე თუ ვინმე დააპიროს მონაწილეობას მიიღოს, ეს არჩევნები არ შედგეს. ეს ერთი და მეორე. რაც შეეხება ტელეფონით გამოყენებას, ტექნოლოგიების გამოყენებას, ხმის მიცემას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი იმისთვის, რომ მათ შორის ემიგრანტებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. თუ ვინმეს გონია, რომ 1 მილიონზე მეტ ემიგრანტს რომ არ აქვს ფაქტობრივად შესაძლებლობა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, ეს ნორმალურია. ეს არ ვიცი, მის თავს მოკითხოს. მე არ მგონია ეს ნორმალური და ერთადერთი გამოსავალია ტექნოლოგიები, რითაც შესაძლებელი გახდება, რომ ემიგრანტებს დაუბრკოლებლად მიეცეთ შესაძლებლობა ხმის მიცემის. ეხლა თქვენ რასაც ამბობთ დაზღვევებთან დაკავშირებით. ტელეფონში თქვენს გაქვთ სხვადასხვა, აი, როცა დასულობაზე ვლაპარაკობთ, ხო? ადამიანები აპლიკაციით არათუ ხმებს, არამედ მილიონებს და მილიარდებს აკონტროლებენ. ეხლა გაქვთ ალბათ რომელიმე ბანკის აპლიკაციაც კი, რომელზეც კონკრეტული თანხები გაქვთ და დაცულია თქვენი ანგარიში, ხო? და არსებობს ამის უსაფრთხოების ზომები იმისთვის, რომ კონკრეტული აპლიკაცია იყოს დაცული. მართლა სასაცილო 21 საუკუნეში ვიღაცა რომ ამბობს, აი ტელეფონით ხმა როგორ უნდა მივცეთ, ვერიფიკაცია როგორ უნდა გავიაროთ. ხალხი ბიჭო მილიარდიან ბიზნესს მართავს ამით. მილიარდიან აქ არის ბოდიში მომისმენთ რა. მილიარდიან ბიზნესი, მილიარდი არის აქ.
ადამიანი ტელეფონი და მასკიდან დაწყებული, რა ვიცი, გაგრძელებული, აი ტელეფონით მართავენ ყველაფერს. აპლიკაციებით, ესე იგი და არის უსაფრთხო და ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ თურმე ხმის მიცემას ვერ გავაკეთებთ. აბა ეგეთი აპლიკაცია სად არის? არსებობს ამის პრეცედენტები, ცხადია, შესაძლებელია და მე დარწმუნებული ვარ, იმსახურებენ ჩვენი ემიგრანტები იმას, რომ ხმის მიცემის უფლება არ ჩამოერთვათ. მადლობა ბატონ ლევან სტუმრობისთვის დაგემშვიდობებით ლევან ხაბეიშვილის შეფასებებს ისმენდით აქტუალურ საკითხებზე პირდაპირ ეთერში. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი გვერდდება, ასე რომ დაგვაერთეთ. მაშასე რეკლამის შემდეგ ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას. გვერდდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, უფლებადამცველი ორგანიზაცია პრევენცია პროგრესისთვის ხელმძღვანელი ტატო ქელბახიანია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ ტატო და მადლობა სტუმრობისთვის. ბატონ ტატო, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი იგივე ფარა შევიდა ძალაში 31 მაისიდან და მოდით ამით დავიწყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ პირდაპირ ასე ვთქვათ ამერიკული ვერსიიდან თარგმნა, კეთდება შეფასებები, რომ ქართული ოცნება მის ამოქმედებას აპირებს რუსული მეთოდებით და მისი გამოყენება ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი, ასე ვთქვათ, მეთოდებით იგეგმება. კიდევ ერთხელ, რა გარემოებების გამომიდის არასამთავრობო სექტორი ვარაუდამდე, რომ უცხოური გავლენის რეგისტრაციის აქტი დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველასთვის გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს შეზღუდავს და ის იქნება არა ამერიკული, არამედ სწორედ რუსული კანონი. ერთილი მივესალმებით თქვენს მაყურებლებს, მენელებს. საერთოდ ჩვენ ამ საკითხს უნდა შევხედოთ ესე რა მიზანი აქვს ამ რეჟიმს და მარტო ამ კანონმდებლობის გარშემოც არ ვისაუბრებთ მე, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე თქვენ გახსოვთ ხო ეს რუსული კანონი, რომელიც იყო მიღებული ფაქტობრივად, რომელთაც უნდა არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვა, მაშინ ვერ მოახერხეს, მაშინ შევძელით ჩვენ მეც პირადად მაგალითად არც არანაირად არ დავრეგისტრებულო და ჩვეულებრივ გავაგზავნეს საქმიანობა. შემდგომში უკვე ამ არჩევნების მერე მიიღეს მთელი რიგი სხვა ტიპის რეპრესიული კანონმდებლობა. ეს არის ეს კანონი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, გრანტების შესახებ კანონი, მედიის შეზღუდვასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ანუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ერთიანი სპექტრი იმისა, რომ მათ მიაღწიონ ერთ რამეს, რომ ჩვენ აღარ გავაგრძელოთ საქმიანობა, როგორც აქამდე ვაგრძელებდით. ამიტომ ჩვენი ამოცანა რა უნდა იყოს? ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქმიანობა ჩვეულებრივ, როგორც აქამდე ვაკეთებდით და მეც ახლა მეც და ჩემი ორგანიზაციაც ჩვენ ვაპირებთ ჩვეულებრივ, როგორც აქამდე საქმიანობდით, ისე გავაგრძელოთ. შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს კანონის დაუმორჩილებლობა, სწორედ ფარას დაუმორჩილებლობა რას ნიშნავს? ანუ ახლა ეს ამ კანონმდებლობით გეუბნებიან, რომ უნდა დარეგისტრირდე, რომ შეხარ უცხოელი პრინციპალის აგენტი. და ემსახურება უცხო ქვეყნის ინტერესებს და მე ეს კანონი ჩემზე არ ვცელდება, ვიზეთ ვცელდება იმას მიაკითხო. მე ვასრულებ ემსახურებით ჩემ ქვეყანას და ჩემ ხალხს და ჩემი საქმიანობა ამის გარშემო არის. თუ ამგვარი ინტერპრეტაცია უნდათ, მაშინ იცით რა არის, არ მარტო ამ კანონით შეუძლიათ ნებისმიერ სხვა კანონმდებლობითაც ადგენენ და უსაფუძვლო ბრალდებით ვიღაცები სისამართლე პასუხისმგებლობა დააყენონ. ამიტომ ეს რომ მხოლოდ ამ კანონიდან გამომდინარე არის რაიმე ტიპის საფრთხე, ეს უკვე ილუზია, მე ფიქრობ, იმიტომ რომ მთლიანად არის თვითონ ცდილობა რომ რაღაცნაირად მოხდეს დაშინება, დემორალიზება და უბრალოდ საქმიანობა შეწყვიტონ, როგორც მანამდე იყო. კი მესმის რომ ხახის სამართლის პასუხისმგებლობა რისკს ზრდის, კი ბატონო. ხომ არ მივალთ იქიდან გამომდინარე რომ აი მაგალითად ხა პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასაც არალეგიტიმურად აფასებს პოლიტიკური სპექტრია ეს თუ არასამთავრობო სექტორი, მაგრამ ქართული ოცნება აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა რა ერთი პოლიტიკოსის წინააღმდეგ და აი დღეის მდგომარეობით სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ციხეშიც არის, ხო, ანუ ხელბორკილებიც კი დაადეს ამ ადამიანებს. შესაბამისად, საბოლოო ჯამში რა სცენარისთვის ხართ მზად? საერთო ჯამში მე ფიქრობთ, რომ ამათი ამოცანა პერიოდულად არის რეპრესიული მექანიზმების შემუშავება და ჩაშვება და რაც შეიძლება ასე წერტილოვანი თუ ესე დარტყმები თვითონ ამ პროცესის ამ სამხალხო სექტორის მოშლა მთლიანად და ერთადერთი რეცეპტი ამ მიმართულებით არის, რომ შენ ჩვეულებრივ აგრძელებს საქმიანობას. ხო, ანუ ესენი ცდილობენ ეს რეჟიმი ცდილობს რომ ისეთი ტიპის იარლიკი აგაკრას და ასე შემდეგ რომ შემდგომში ვერ შეძლოს საქმიანობა ხო თუ მართლა ეძებენ ასე ვთქვათ თუ ვინმეს ეძებენ ამ არის უცხო ქვეყნის აგენტებს რა ვიცი ახლა მე მგონია რომ თავიდანვე რუსული რეჟიმია და მთელი აგენტურა თვითონ არიან და რა ვიცი პირველი თვითონ დარეგისტრირდნენ ამ იმის რეჟიმში მაშინ მე მესმის ეს რისკები განა ვამარტივებ საკითხს და ახლა არ ვამბობ რომ საერთოდ არანაირი რისკი არ არის ასე შემდეგ მაგრამ ამათ ამოცანაც ხო ის არის რომ ჩვენ უბრალოდ აი ამ ესე ვთქვათ დაშინებით რაღაცნაირად ჩვენი საქმიანობა არ ანუ ჩვენი საქმიანობა რა არის ჩვენ ვიცავთ ადამიანის უფლებებს ხო ზედამხედველობას უწევთ
ასე ვთქვათ, ამ სახელმწიფო უწყებების საქმიანობას არის იგივე მედიასაც ეხება ანალოგიურად, ხო? მედიასაც ეხება ეს კანონი მაგ თვალსაზრისით და მედიის შესახებ კანონიც. ანუ მთელი სპექტრია იმისა, რომ რაღაცნაირად ამ სამოქალაქო სექტორმა ID ორგანიზაციამ უბრალოდ თავის საქმე არ აკეთონ. და თვითონ ეს ველი მოასუფთა უნდა. ჩვენ რაც უნდა გავაგზავნოთ, ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება და გავაგზავნოთ ჩვენი საქმე. უთხრათ ისიც, რომ კანონის აღსრულების მთავარი ფუნქცია ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება, ხო, როგორც თავად ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, ფარას კანონი არ უნდა იყოს გაგებული, რომ რაიმე სახის შეზღუდვებს აწესებს, ან რაიმე სახის სტიგმატიზაციას იწვევს, პირიქით, როგორც ის ამბობს, ის იმ ძირითად პრინციპებს ეფუძნება, რაც დაკავშირებულია გამჭვირვალობასა და დობასთან. აი, რას უპასუხებთ რაჟდენ კუპრაშვილს და მეორე მხრივ, აი, რა კონკრეტული, ასე ვთქვათ, საფუძვლები გაქვთ მესამე სექტორს თქვათ, რომ ანტიკორუფციული ბიურო არის მიკერძოებული ქართული ოცნების ინტერესების სასარგებლო. კორუფციული ბიუროს უფრო ვეძახი, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ ყოფილია მიმართვა მთელი ამ კორუფციის სქემებთან დაკავშირებით. რა ფუნქცია აქვს ხა რაჟდენ კუპრაშვილის ამ სამსახურს, ხო, რომელიც არის ამ კორუფციის თემებზე მონაცემების დეკლარაციების გასაჯაროება არასაჯაროებს, მთელი უამრავი კვლევა და ანალიზი გაკეთებული ზუსტად ეს არ უნდათ. მაგალითად ამ ტენდერებში და იმებში ამ ხალხი კორუფციის სქემებია და მე ის ხალხი მე ვინც ტენდერებში იმარჯვებს, როგორ შეაქვს მე ფული ქართული ოცნების სალაროში. ამ მთელი კორუფციის სქემის შეფუთვისთვის და ასე თქვა და დაფარვისთვის არის ეს სამსახური შექმნილი და არათუ იმ ფუნქციას არ ასრულებს. ეხლა უნდა გამოიყენოს ზუსტად ეს სამსახური თვითონ როგორც რეპრესიული ინსტრუმენტი. ამიტომ ზუსტადაც რომ იარლიკების მიწესება, სტიგმატიზაცია და დაშინება არის ამ სამსახურის ფუნქცია და არანაირად იმ ფუნქციას არ ასრულებს. ამიტომ ჩვენ სხვადასხვა მანდ აქციაც ხონდა და პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არ არის არანაირი ანტიკორუფციული ბიურო, ეს არის ჩვეულებრივი კორუფციული ბიურო და ემსახურება კორუფციის სქემების დაფარვას. ფარას შესახებ პარტნიორების კრიტიკული განცხადებები ვნახეთ და მოვისმინეთ გუშინ და გუშინ წინ, აი კაია კალასმა და მარტა კოსიმ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი დემოკრატიისთვის სერიოზულ შემოფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს, ეს განსხვავებული აზრის ჩახშობისთვის ხელისუფლების კიდევ ერთი აგრესიული ნაბიჯია და ასე შემდეგ. აი სწორედ ეს მესიჯებია გაჟღერებული ევროკავშირის ლიდერების განცხადებაში, ისე როგორც კრიტიკული განცხადებები გააკეთეს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და შვედეთის საგარეო საქმეთა უწყებამაც გაავრცელა განცხადება. რა გზები არსებობს, რომ ხელისუფლებას არ გამოუვიდეს იმ მიზნის მიღწევა, რასაც ქვეყანაში დემოკრატიის ჩახშობა. რაში ხედავთ გამოსავალს უკვე ესეც გვქონდა. მე ხედავ გამოსავალს, რომ ჩვენ საქმიანობა უნდა გავახცევთ ჩვეულებრივ. იმიტომ რომ ჩვენ ვართ მემსახურებით ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მეტი არავის. შესაბამისად, ეს კანონი ჩვენზე არ ვცილდება. თუ გადაწყვეტენ, რომ მაინც-მაინც ესეთი იარლიკი მოგვაწებონ, მათ შეიძლება სხვა საფუძველიც მოიფიქრონ. საერთოდ, იმიტომ რომ ესეთი უსაფუძვლო ბრალდებებით ხალხი დაკავებული, რომ საერთოდ არაფრის არ სჭირდება. თქო შეიძლება მოიგონონ, მაგრამ და კიდე ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი არის სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ და კოორდინირებული მოქმედება, რაც შეიძლება, იმიტომ რომ ზუსტად მათი ამოცანაა მთლიანი ველის მოსუფთავება, რომ აღარ ვისაუბროთ კორუფციაზე, აღარ ვისაუბროთ ადამიანის უფლების დარღვევაზე, აღარ ვისაუბროთ რეებს ჩადიან ესენი, რომ ყველანაირად ამ თვალსაზრისით მეტი კომფორტი გქონდეთ. აი ეს უნდა ამათ. და დანარჩენი, რასაც უკვე იგი საუბრობენ, ეგ არის უკვე ამ ყველაფრის პროპაგანდისტურად შეფუთვის მცდელობა. მეტი არაფერი. კარგი, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კიდევ ერთი კანონი გრანტების შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, როგორც ვიცით, იკრძალება უცხოური დაფინანსების მიღება მთავრობის ნებართვის გარეშე. აი ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ემუქრება თუ არა რომელიმე ორგანიზაციას დახურვის საფრთხე, აი რამდენიმე კვირის წინ რონდელის ფონდის მკვლევარი გიორგი ბადრიძე იყო ჩვენი სტუმარი, რომელმაც თქვა, რომ იხურება რონდელის ფონდი, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში შეიქმნა და იქიდან მოყოლებული ფუნქციონირებდა და მუშაობდა. შეიძლება ახლა ხო მთელი საკანონმდებლო სპექტრია მან შემუშავებული. ხა ფარა ერთ-ერთი არის გრანტების შესახებ კანონი, შეიძლება არანაკლებ ვერაგული, მოდი მე ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს არტნევს შესაძლებლობას სამოქალაქო ორგანიზაციებს უსაფრთხო დაფინანსება მიიღონ იმათ თანხმობის გარეშე და ვისაც არ მოწონთ, იმას თანხმობა ცხადი არ მისცემენ, ხო? ძალიან მარტივი ლოგიკაა. ამიტომ, მაგრამ მიუხედავად ამისა,
უნდა გამოვნახოთ გზები, რომ რაღაცნაირად გქონდეს იყოს ადამიანური ან სხვა ტიპის რესურსები, რომ რაღაცნაირად შევძლოთ საქმიანობის განხორციელება და გაგრძელება. მე მესმის, რომ ძალიან რთული იქნება, იმიტომ იქნება, რომ უმეტეს შემთხვევაში უცხოურ დაფინანსებებზე იყო დამოკიდებული და ეს ორგანიზაციები, კვლევითი ორგანიზაციები თუ ასე შემდეგ და ეს მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს გზები ამ სოლიდარობის გვერდში დგომით. ხა მე მაგალითად ეხა სულ არ მქონდეს არანაირი რესურსი დაფინანსება, ჩემი პირადი ადამიანური რესურსი აქვს. და ვერ შემიზღუდავს იმას, რომ დავდგე, სტატუსი დავწერო, ანალიტიკაც გავაკეთო, საჯარო ლექციები ჩავდო, რა ასე შემდეგ. რა, ამიტომ ეს სულ ამჭირდება. კი, მნიშვნელოვანია, ამას არ ვაკეთებ, რა თქმა უნდა და იქნება სერიოზული პრობლემები, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ გვაქვს ჯერ კიდევ სხვა აქტივები, რაც უნდა გამოვიდეთ. ბატონო დატო, სხვა აქტუალური საკითხებით შევაფასოთ, მათ შორის რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსია დაპატიმრებული, ირაკლი ოქროშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და ახლა უკვე ნიკა მელია, ეს სურათი რა შეფასების გაკეთების საფუძველს იძლევა და აქვე უშუალოდ მელიას დაკავებას რაც შეეხება 30 მაისს უნდა ემსჯელა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე, თუმცა წინა ღამით ადმინისტრაციული წესით მოხდა მისი დაკავება, როგორც მელია ამბობს, ეს იყო არა დაკავება, არამედ მოტაცება. რა კითხვები გაქვთ მელიას დაკავების გარემოებებთან მიმართებაში, არა მხოლოდ თქვათ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი კუთხითაც. ძალიან რთულია ხა სამართლებრივითაც შეასრულო. მე ხა ჩემი კვალიფიკაცია როგორც იურისტი თუ გაინტერესებთ, ეს იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთა. იმი წინა დღეს ამ ადამიანის შეიძლება სხვა შემადგენლობებიც ჰქონდა, რომ რაღაცნაირად, არ ვიცი, ალბათ დისკომფორტის თავი ნაცილება უნდა და როდესაც შეიძლება სხვა ფორმით უნდა დაეკავებინათ. ამიტომ რაღაცა ეს გადაწყვეტილება მოიგონეს, რომ ადმინისტრაციული წესით გაეფორმებინათ, რომ მე იქ აღკვეთი ღონისძიების განხილვის დროს უფრო მეტი კომფორტი ქონოდათ. ანუ ეს თლიან დაჩვენებს რამხელა დანაშაულებრივი სისტემასთან გვაქვს ჩვენ საქმე, როდესაც ყველა უწყება, ყველა რგოლი არის ამ ერთიან სქემაში ჩართული, ერთიან ამ ასე ვთქვათ მექანიზმში და ამ გზით ცდილობენ პოლიტიკური ლიდერების განაიტრალებას რა. თუმცა ახლა მე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა პატიმარს, მათ შორის ახლა ამ ბოლო დროს უკვე ამ პოლიტიკურ ლიდერებს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ესეთი ბრძოლის ეტაპზე გადავდივართ, რომ უკვე რაღაც ადამიანების პირადი თავისუფლება და თავგანწირვაზე გადის. იმიტომ რომ ჩემთვისაც ცოტა გაუგებარია, ჯერ პარლამენტი არ ლეგიტიმური, მე იმ საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც თავდამსხმელი სპექტაკლებია იმისთვის, რომ პროპაგანდა ყვებონ, მეტი არაფერი. საერთოდ სპექტაკლისთვის არის შექმნილი და მე აქ არ მისვლა თან ახვითი ღონისძიება თქვენ წარმოვიდგინეთ, ხა სამართლებრივად და ერთ წელს თავისუფლების საკვეთას ითვალისწინებს, რომელზეც საერთოდ ახვითი ღონისძიების შეფარდებაც კიდე საერთოდ სასაცილოა და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ გაანეიტრალონ მაქსიმალურად და რაღაცნაირად თალკე ეს რეპრესიული სისტემაც ხო არის ერთი დაშინების სისტემის ნაწილი. ბოლოს უკვე ორ სამოქალაქო აქტივისტზე თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფაინძეზეც მინდა კითხოთ, ესენი არიან ის ახალგაზრდები, რომელსაც ქართული ოცნების დეპუტატის მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. საქმე ეხება 17 მაისს მომხდარ ინციდენტს, როცა კაფეში მყოფ მარიამ ლაშხს ასე ვთქვათ ამ ახალგაზრდებმა შემდეგი შეძახილებით მიმართეს თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ძირს რუსული რეჟიმი. ხა თქვენ იურისტი ხართ, რამდენად არის ამ ტიპის შეძახილები საფუძველი თუნდაც ადმინისტრაციული პატიმრობისა და მეორე მხრივ რატომ ლაშხის შეურაცხყოფაზე ასეთი მყისიერი რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, როცა ვთქვათ სახის ძვლები დაულეწეს, ხო, აქციების არაერთ მონაწილეს რამდენიმე თვის წინ და არც ერთი პირი ამ ყველაფერზე არ არის პასუხისგებაში მიცემული. ამ გოგოების ეს პროტესტი არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი ჩვეულებრივ. არანაირი ადმინისტრაციული სამართალ არ ყოფილა. პერიოდულად ამ რეჟიმს ახასიათებს, რომ ხანდახან უკან იხევს და ხანდახან ცდილობს მეტი აგრესიული მეთოდებით იქნება რაღაც წერტილი უნდა დაარტყას ამ პროტესტს და ეხლა უკვე დაიწყეს ესეთი პრაქტიკა, რომ უფრო ხანზე თქვენ იცით, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევანთა კოდექსში ვახსენე, ხო, იქ ადმინისტრაციული პატიმრობა გაზარდეს. ამის 45 დღემდე და უკვე ცდილობენ ამ ადმინისტრაციული პატიმრობის აბსოლუტური ამ მეთოდის გამოყენებით კიდე რაღაცნაირად პროტესტის დასუსტებასაც, იმიტომ რომ რაღაცნაირად ხო ეს ხალხი ხო პროტესტის მონაწილეა, გამახშირვას ახდენენ რაღაცნაირად. ასევე ცალკე დაშინებასაც რა. მაგრამ ამ პროტესტის და ამ პროცესის დინამიკა აჩვენებს, რომ საერთო ჯამში ეს არსებით გავლენას ამ პროტესტზე მაინც ვერ ახდენს. რა თქმა უნდა, ძიმია, სოლიდარობას უცხადებ ყველა ადამიანს, მაგრამ ნუ ძიმია მთლიანად მის სურათი რაც ქვეყანაშია და. მადლობა ბატონ ტატო, იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი, დაგემშვიდობებით ტატო ქელბაქიანი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. დღის ნიუსრუმი ამით დასრულებულია, ერთმანეთს უკვე ხვალ 11-ზე შეხვდებით. ნახვამდის.